მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილდათ ჩემი ერთი, იმის რომ ლაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცემთ, დაგეცნობით მოვაკეთო. შეგახსენოთ, რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ, ასევე წმენდებთან და სანთლებთან დაკავშირებით. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მინდა გავაკეთოთ ესეთი გაშლა. შემოვა თუ არა ახალი პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში, ხო? ახალი მამაკაცი, ქალბატონი, ვინც უყურებთ გაშლას. შემოვა თუ არა, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომელსაც ძველი ნამდვილად აღარ უნდათ რომ დაბრუნდეს, ასე თუ ისე ახალ ცხოვრებას იწყებენ, ახალი ცხოვრების გზაზე დგანან და უბრალოდ აინტერესებთ, იქნება თუ არა მათ ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში პარტნიორი. და ნახოთ, იქნება თუ არა უახლოეს პერიოდში, არც ავიღოთ ალბათ 3 თვის მდგომარეობა, შემოვა თუ არა ახალი პარტნიორი თქვენთან. რა თქმა უნდა, ვნახოთ, ვისთვის არის გაშლა, ვინ არის, ვისაც ეკუთვნის ეს გაშლა და მე ვნახოთ, შემოვა თუ არა ახალი პარტნიორი. ვინ ხართ თქვენ? პირდაპირ პარტნიორზე გვიწყებს საუბარს. ასე რომ ვთქვათ, თქვენ ხართ საკმაოდ ემოციური ადამიანი, ხართ ძალიან ისეთი სენტიმენტებით ახსავსე, შეიძლება ითქვას. ერთის მხრივ ვიტყვი იმას, რომ თქვენ ცხოვრებაში სამწუხაროდ პარტნიორის მხრიდან მოხდა ძალიან დიდი ტყუილი, დიდი იმედგაცრუება, ადამიანი, რომელსაც საკმაოდ ნატკენი აქვს გული, ესე თუ ესე ვიტყოდი. შესაძლებელი აქვს ვიღაცამ ოჯახის მდგომარეობა თქვათ, მეუღლეს დაშორდა კიდევაც, შესაძლებელია იყო ისეთი ურთიერთობა, სადაც უკვე მომავალზე ფიქრობდით და უკვე რაღაცა ასეთი სიტუაცია ქონდათ, რომ ხვალზე ოჯახი უნდა დაგერქმიათ, ხო? აქ არის ადამიანი, რომელმაც ნახეთ, მოდით ესე ვთქვათ, საკმაოდ დიდი იმედგაცრუება, ღალატი და ტკივილი მიიღო პარტნიორისგან. ვინ ხართ თქვენ? და ეხლა ამ ეტაპზე ხართ განდეგილი მდგომარეობაში, რა ვთქვათ, რომ რაღაცა ისე დიდ ძიებაში ხართ, მოდი ვიტყვი, რომ არ ხართ თლად ძიებაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ესეთი მომენტია, ხო? მაინც ველოდები იმ ჩემს ადამიანს, რომელიც ადრე თუ გვიან ალბათ უნდა მოვიდეს. აქ არის ადამიანი, რომელმაც საკმაოდ ბევრი, ნახეთ, მოდით ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ პარტნიორულ ურთიერთობაში ბევრი თამაში ნახეთ ადამიანების მხრიდან და საბოლოო ჯამში საკმაოდ ისეთი რო იტყვიან სიტყვებით დააპურებული ურთიერთობების მდგომარეობა. იცით რა არის, რა მომენტი არის, თითქოს აი როგორი ენერგია მომდის, იცით რა, აქ ეს ურთიერთობა ერთხელ არ იყო. ნახეთ, თითქოს ადამიანს ყოველთვის ყველა პარტნიორულ ურთიერთობაში ქონდა ესეთი განცდა, რომ სულ რაღაცნაირად მასთან თამაშობდნენ, ხო, ურთიერთობას. ახლა დღეს რო ადამიანი გეუბნება, რომ მიყვარხარ და ხვალ უბრალოდ დილას იღვიწევ და ქრება შენი ცხოვრებიდან და რატო გაქრა იმის პასუხსაც არ გაძლევს, ხო, ხვდები, რომ თურმე შენს ემოციებზე თამაშობდა ეს ადამიანი, ხო, რაღაცა ეტყვიან საკენკით ასულგუნებდა ურთიერთობას იქამდე, სადამდეც მას სჭირდებოდა. მოკლედ, ვინც ამოიცანით თქვენი თავი, ნახოთ, შემოვა თუ არა თქვენს ცხოვრებაში პარტნიორი. შემოვა თუ არა თქვენს ცხოვრებაში პარტნიორი. იცით როგორი მომენტია, მოდით ესე გეტყვით, რომ თქვენ უკვე იმდენად კარგად ისწავლეთ თქვენი თავის ფასი და იმდენად ჰარმონიულად გქნობთ საკუთარ თავთან თავს, რომ ვთქვათ, რომ რაღაცნაირად მაინდა-მაინც პარტნიორის საჭიროება არის მნიშვნელოვანი, გეტყვით, რომ არც ისეა.
ვთვლათ, ეგრეც არ არის, მაგრამ ნახეთ, შემოვა თუ არა პარტნიორი, შემოვა პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ აქ არის როგორი მომენტი, იცით, ნახეთ, გჭირდებათ თქვენ თვითონაც ტრანსფორმაცია და რასთან მიმართება. შეიძლება თქვენს გარშემო იყოს ადამიანი, მაგრამ ნახეთ, იმდენად აღარ გჯერათ ურთიერთობების, იმდენად აღარ გჯერათ განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის, რომ შეიძლება არის ესეთი მომენტი ხომ, რომ ადამიანმა რაღაცა მუხტი უნდა მისცეს, ქალმაც და მამაკაცმაც, რომ მისკენ გაიწიოს, ხო, ესე რომ ვთქვათ. და აქ თქვენ იმდენად გაქვთ უკვე მე მგონი ჩაკეტილი სიტუაცია და ენერგიები და იცით როგორი მომენტი, აი თითქოს ადამიანი რო გიყურებთ თქვენი საწინააღმდეგო სქესი ხედავს რომ ყველაფრით კმაყოფილი ხართ, ანუ თქვენი კარიერა გაქვთ, თქვენი რაღაცა ცხოვრების სტილი გაქვთ და თითქოს აი რაღაცნაირად თავი ეზედმეტებათ და შეიძლება ნაბიჯსაც მაგიტომაც არ დგავდნენ. თუმცა მე გეტყვით რომ აი თუ თქვენ მოახერხებთ იმას რომ დააბალანსოთ თქვენი ეს რაღაცა ენერგიები თქვენს ანუ ის ენერგიები რაც სჭირდება მეორე მხარეს რომ იგრძნოს რომ თქვენ გჭირდებათ თანადგომა. ნახეთ კიდე მეორე როგორი მომენტი არის აქ განსაკუთრებით მამაკაცებს აქვთ ესეთი მომენტი ხომ როდესაც ხედავენ რომ მასზე ძლიერია ქალბატონი ხო აი მასზე ძლიერი ქალბატონი რა კუთხით რომ ის თვითონ აგვარებს ყველაფერს და უკვე წლებია ესე აკეთებს ცოტა რთულია ესეთ ადამიანებთან ქალბატონებთან ურთიერთობა იმიტომ რომ მიჩვეული არ არის ეს ქალბატონი რომ რაღაცა დაელოდოს პარტნიორის ნაბიჯს, დაელოდოს პარტნიორის რაღაცა ქმედებას და თითქოს რაღაცნაირად მოუთმენლობის მომენტია ხოლმე. და აქ შესაძლებელია ეს მომენტიც აშინებდეს ადამიანს და ვერ მოდიოდეს თქვენთან ახლოს. თუმცა მე ესე გეტყვით რომ კი, მოვა თქვენთან პარტნიორი, ოღონდ ნახეთ იმის მერე რაც თქვენ ცოტა მიენდობით სამყაროსაც ხდებით. მეორე მხრივ ესეთი მომენტია რომ აი აქ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობებიც აქვს აღებული საკუთარ თავთან მიმართებაში, შეიძლება სხვებთან მიმართებაში, ხო? აი როგორი ის არის, იცით, ნახეთ შემოვა პარტნიორი, აუცილებლად შემოვა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ სანამ პარტნიორი შემოვა, მანამდე თქვენ გჭირდებათ ძალიან დიდი ცვლილებები, გამოშვება იმ თქვენი ენერგიების. კიდევ არის ესეთი მომენტი, როდესაც წარსულ ურთიერთობებს ადამიანი ხშირად იხსენებს და ყოფილ ურთიერთობებს ხშირად იხსენებს. ნახეთ, არ ვიცი, ხა შედარებას აკეთებენ ხოლმე ადამიანები თუ შიშის მომენტია რომ იგივენაირად არ მოიქცეს, აი აქ ნახეთ, ესე ვიტყვი რა, განსანთავისუფლებელი გაქვთ ენერგიები. განთავისუფლება, ჩასაჭრელი გაქვთ აი ეს რაღაცა წყენები, წინა ურთიერთობის გამოცდილებები, რაღაც მხრივ მოდით ესე ვიტყვი, შესაძლებელია ადამიანს და პარტნიორს რომ ცუნდოდეს თქვენთან მოსვლა, შეიძლება იმდენ კითხვას უსმავდეთ, არ ვიცი ხა, კითხვას უსმევთ თუ უბრალოდ რაღაცა დაკვირვებას აწარმოებთ ადამიანზე, რომ საბოლოო ჯამში ადამიანმა შეიძლება გადაიფიქროს, ხო? იმიტომ რომ ცოტა რთულია სულ რაღაცა ისეთ სიტუაციაში ყოფნა, რომ ის რაღაცას აინტერესებს, სხვა ეჭვის თვალით გიყურებენ, ძალიან ძნელია ესეთ ურთიერთობაში ყოფნა. ამიტომ აი ეს რაღაცა მომენტები თქვენ დასაძლევი გაქვთ და გასაშვები გაქვთ. აქ თითქოს იცით რა მომენტია კიდე რომ აი თითქოს ადამიანს ნახეთ კიდე რა მომენტი მოდის. აქ შეიძლება იყოს რაღაცა თქვენთვის ეს კარმული მომენტიც, რომ პარტნიორი არ იყოს თქვენს გვერდით და რატო. არის ხოლმე, როდესაც ურთიერთობაში ქალბატონები უშვებენ ძალიან დიდ შეცდომას, როდესაც პარტნიორს არ აძლევენ საშუალებას, რომ
მან იმოქმედოს და იმოქმედოს რა კუთხით, ნახეთ, ვერ ელოდებიან რაღაცა დროს, ხო? ანუ ან სანამ დადგება ის ფეხზე, რაღაც აი მოუთმენლობის მომენტი აქვს ხოლმე კიდე. და ეუბნებიან, რომ აი მე მაქვს საშუალება და მოდი აი ჩემს ხარჯზე, ჩემს ბინაში, ჩემს მე შევძლებ ყველაფერს, მე ვუზრუნველყოფ, ოღონდ ვიყოთ ერთად. სამწუხაროდ ხშირია ხოლმე ეს მომენტები. და მე ავიღებ ყველაფერს ჩემ თავზე. შესაძლებელია აქ რაღაცა მომენტში თქვენ ურთიერთობაში ხშირად იღებდით ბევრ პასუხისმგებლობასაც, ხშირად იღებდით აი ეს რაღაცა ხვალინდელი დღის იმედით დიდ ესეთ ნაბიჯებს, რომელიც თქვათ გადასატყმელი იყო თქვენი პარტნიორის, დგავდით თქვენ და პასუხისმგებლობები თქვენზე იყო, თქვათ იგივე ოჯახის შენახვა, იგივე რაღაცა სადმე გასეირნება, დაფინანსება თუ ემოციური თუ არა აქვს მნიშვნელობა როგორიც არ უნდა იყოს და საბოლოო ჯამში სამყარო მიხვდა რომ მოდი ეს ადამიანი უნდა იყოს მარტო, რაღაცნაირად იქნება დაფიქრდეს და გამოვიდეს რაღაცა იმ სტერეოტიპებიდან რომ ხალმა კი მესმის მეგვერდში დგომა, ან ნახეთ არასოდეს არ მაქვს ის მომენტი რომ ყოველთვის უნდა დაუდგეს პარტნიორის გვერდით აუცილებლად ეს არ არის მაინდამაინც მარტო მამაკაცის ვალდებულება რომ ქალბატონი შეინახოს, კი ბატონო, მაგრამ ნუ ეხლა როდესაც ადამიანი რაღაცნაირად სიტუაციურად მოხვდება ისე რომ რაღაცა შეეშლება, რაღაცა პრობლემა შეექმნება, რა ვიცი, სამსახურს დაკარგავს თუ რაღაცა ბიზნესის აერევა, ამის გამო ნამდვილად არ უნდა მიატოვოს არავინ და ნუ პირიქით უნდა დაუდგეს გვერდში მის მეორე ადამიანი, რომელსაც პარტნიორს ეძახის, მაგრამ ნახეთ ეს არის რაღაცა დროებითი, ეს არის რაღაცა დახმარების ხელი გაუწოდო, ხო? რაღაცა იმ მომენტში, იმ სიტუაციაში მისცე რესურსი, რომ ნუ გონს მოვიდეს, მაგრამ არა ისე, რომ მე თქვათ პარტნიორი გადაეშვას თამაში, სმაში, დროის ტარებაში, ტელევიზორის ყურებაში და შენ ყველანაირი პასუხისმგებლობა, და აი ემოციაც კი არ მოგცე საბოლოო ჯამში, რომ რაღაცა თავი იგრძნო სასურველად, ხო? აი აქ რაღაცნაირად მოდით ესე გეტყვით. თქვენ გაქვთ ბევრი რამ გადასალაგებელი და გადასაფასებელი და აი როგორც კი კიდე არის ერთი მომენტი აქ ის რომ როდესაც ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს ერთი და იგივე საკითხთან მიმართებაში და სულ რაღაცა მოლოდინის რეჟიმი აქვს ჩართული, ცოტა იწელება ხოლმე ეს მოლოდინის რეჟიმი ადამიანის ცხოვრებაში, თქვათ თუ შეიძლება რომ დღეს რაღაცა მოხდეს, შეიძლება მოხდეს ერთი კვირის მერე. რატო? იმიტომ რომ რაღაცა ძალიან რო გვინდა და ეს რაღაცნაირად ჩაბღაუჭებული მომენტი, როდესაც გვაქვს, რომ აი მინდა, ნუ ახლა მე მესმის და სწორად გამიგეთ თქვენც, კი, ყველა ქალბატონს და ყველა მამაკაცს ჭირდება თავის მეორე მე და თავის გვერდში მდგომი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ მივა თავს დაადევს და დაელაპარაკება. და ნახეთ, ამაზე ხანდახან არის ხოლმე, რომ სულ რაღაცა ფიქრი იმაზე, რომ აი რატო არ არის ჩემს გვერდით პარტნიორი, რაღაცა აი ეს მომენტები საბოლოო ჯამში გვაცილებს იმ მიზანთან, რა მიზანიც გვინდა. ესე ვიტყოდი, რომ აქ გჭირდება ცოტა გაშვება თქვენი ენერგიების იმისთვის, რომ შემოვიდეს ახალი ენერგიები. გჭირდებათ გაშვება და დაყრდნობა და მიცემა სამყაროსთვის რაღაცა დროის თუ ანუ აი უნდა მიენდოთ სამყაროს იმისთვის, რომ თქვენთვის პარტნიორი გამონახოს, ხო? არის კიდე ისეთი მომენტი, შესაძლებელია, რომ თქვენ რაღაცა გინდათ პარტნიორი, რომელიც თქვენი ოცნება არის, მაგრამ სამყარო ხედავდეს, რომ ცოტა სხვანაირი პარტნიორი უფრო გამოგადგებათ, ხო? თქვათ შეიძლება გინდათ მწვანე თვალებით და რაღაცა ქერათმებით, ყულულებით, მაგრამ სამყარო ხედავდეს, რომ თქვენ თქვათ მელოდი ადამიანი, რომელსაც აქვს ზღიპი და არ არის რაღაცა ცისფერი თვალებით, შეიძლება უფრო პატივისცემით მოგეპყროთ და უფრო მეტი მოგცეთ, რასაც ქვია ურთიერთობა და რასაც ქვია სიყვარული და გრძნობა. ხვდებით, აი აქ რაღაცა როგორი მომენტია იცით, რომ აი პარტნიორის შემოვა და გეტყვით, რომ ეს ადამიანი იქნება რაღაცა ისეთი
საკმაოდ მიზანმიმართული პიროვნება, მოდით ესე ვიტყოდი. მაგრამ სანამ ეს ადამიანი შემოვა, თქვენ ძალიან ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი და გასაშვები. კი. არა, პარტნიორი ნამდვილად შემოვა, მე ესე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია ეს ადამიანი თქვენს გარშემოც კი იყოს, მოდით ესე ვიტყოდი. და ამ ადამიანს იცნობდეთ კიდევაც, თქვათ, იყოს რაღაც ესეთი ყველა სხვადასხვა მომენტია, მაგრამ აი რატომღაც მომდის ეს ცოტა ძალოვანი სტრუქტურები ხო, რაღაცა არ ვიცი, სამხედრო ადამიანი იყოს, ან რაღაცა მსგავს სფეროსთან კონდეს ურთიერთობა. ადამიანი, რომელსაც აქვს თავის მიზნები, ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი ხედვები, ჩამოყალიბებული პიროვნება, რომელიც უბრალოდ ნახეთ არის მომენტი, როდესაც ადამიანი უბრალოდ გაკვირდება. შესაძლებელია თქვენ ამ ადამიანს ერთხელ შეაქციოთ კიდევაც ესე ვთქვათ, ზურგი, იმიტომ რომ შეიძლება თქვენზე პატარა იყოს ასაკით. და აი ეს ასაკობრივი მომენტი ყოფილიყო თქვენთვის შემაფერხებელი, თუმცა ეს ადამიანი თქვენთან საკმაოდ ცივი საინტერესო ენერგიით მოდიოდა, მაგრამ შეიძლება თქვენ ამ ადამიანს ატკინეთ გული და დღესდღეობით რაღაცნაირად ადამიანი ცდილობს, რომ უბრალოდ გარედან გიყუროთ. მე ესე უფრო ვხედავ აქ სიტუაციას, რომ აქ არის ადამიანი, აქ უკვე არის პიროვნება, რომელსაც იცნობთ. შეიძლება, ხო გონებთ, ხა ეს არ არის მაინდა-მაინც ყოფილის მდგომარეობა, არ ვიძახი იმას, რომ ყოფილი თან ურთიერთობის აღდგენაზეა თქვა საუბარი, აქ არის უბრალოდ ნახეთ, შეიძლება ითქვას, თქვენ ამ ადამიანთან რაღაცა ქონდათ შეიძლება საქმიანი შეხვედრა, ან უბრალოდ სადღაც სუფრაზე შეხვდით, ან უბრალოდ აი რაღაც ესეთი გადაკვეთის წერტილი გქონდათ, მაგრამ ადამიანი არის გულნატკენი და თქვენგან რაღაც ესე ვთქვა დისტანცირებული, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება არ გამოიჩინეთ მაშინ ყურადღება, უბრალოდ არ დაინტერესდით ამ ადამიანით და ვერ მოახერხა თქვენი მოხიბლა. თუმცა მას აქვს თქვენს მიმართ გზნობები, თუმცა მას აქვს თქვენს მიმართ რაღაც ესეთი ემოციები, რომელიც არ დავიწყებია. შეიძლება იმ პერიოდში თქვენ პარტნიორიც გყავდათ და ესეც ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ამ ადამიანისთვის და რაღაცა მაგიდან გამომდინარე ვერ და არ მოუშვით თქვენამდე და შესაბამისად რა თქმა უნდა აქ ურთიერთობა დარჩა. კი, ნამდვილად არის შანსი რომ შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში პარტნიორი. უბრალოდ აქ ცოტა მეტი თავისუფლება მიეცით თქვენს ეს რაღაცა ენერგიას, რომელსაც მოყავს პარტნიორი, ცოტა მეტად მიენდეთ სამყაროს და გადახედეთ, შეიძლება ადამიანი, რომელსაც საერთოდ არც კი განიხილავთ თქვენს ასე ვთქვათ, გვერდით ყოფნაზე, შესაძლებელია ზუსტად ის ადამიანი აღმოჩნდეს, ის პარტნიორი, რომელიც ძალიან გჭირდებათ თქვენ დღეს ამ ეტაპზე, ან ხვალაც და ზეგაც, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ის თქვათ შეიძლება თქვენზე კიდევ ერთხელ გონებთ ასაკობრივად ცოტა პატარა ასაკის იყოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ შეუძლია ურთიერთობა და არ შეუძლია ადამიანთან რაღაცა სიყვარულის და ემოციების გაზიარება. აი ესე გვიჩვენებს მოკლედ ჩვენი არკანები ეხა ამ ეტაპზე. კი, ნამდვილად მოვა თქვენამდეც. უბრალოდ ცოტა მეტი თავისუფლება და ნდობა გამოვცხადეთ სამყაროს. მე რა თქმა უნდა ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს წარმატებას და უსაზღვრო სიყვარულს. ყველაფერი საუკეთესო გქონოდეთ. დასტის ფონი ესეთი იმპერატრიცა ძალიან ესე ვთქვათ თქვენი სურვილი ასრულდება, გეყოლებათ პარტნიორი გვერდზე, უბრალოდ ცოტა მეტი ნდობა სამყაროსთან. დროებით.